დღევანდელ ვიდეოში გაჩვენებთ ინდაურის ჯანსაღწმიანს, რომლის მომზადებას მხოლოდ 30 წუთი სჭირდება. ერთი ცალი მოზრდილი ხახვი და ინდაურის ფილე დაჭრათ და მოათავსოთ ქვაბში. ხორცს ვჭრია ესე პატარა თხელ კუბიკებად, არის ძალიან კომფორტული, როგორც მისართმევად, ასევე მოსამზადებლადაც. დავამატოთ 2 ცალი სტაფილო და მწვანე ბულგარული, არც თუ ისეთ ხელნაჭრებად დაჭრილი. მოვურიოთ კარგად და დავამატოთ დაჭრილი ნიორი, ბროკოლი და ბარდა, რომელიც მე ესე გაყინული მქონდა. ბულიონის მოსამზადებლად ავიღებ 1 ქათმის კუბიკს, რომელსაც დავასხა მადუღებულ წყალს, დავაყოვნებ 5 წუთი და ჩავამატებ კერძში. ეს ყველაფერი ერთად დავაყოვნოთ დაახლოებით 15 წუთი, რომ კარგად მოიშუშოს და ბოლოს დავამატოთ გახეხილი ცოცხალი პომიდორი. თუ გინდათ, რომ კერძი უფრო წვნიანი გამოგივიდეთ, შეურიეთ ცოტა ადუღებული წყალი. ეს ყველაფერი ვხარშოთ დაახლოებით 10 წუთი და კერძიც მზად არის. ბოლოს, რა თქმა უნდა, არ დამოვიწყდება, შევაზავოთ ჩემი საყვარელი სვანური მარილით და ქინძით. ვისაც ესე ხელის ჭამა გიყვართ, გემრიელად მიირთვით. გარნირად ძალიან უხდება მოხარშული თეთრი ბრინჯი.